სოფურას მომავალ სპორტულ კომენტატორს მიულოცეთ დაბადების დღე თქვენებურადო. სოფურ. არ გინდა. მაგრამ დაბადების დღეს გილოცავთ. დაბადების დღეს გილოცავთ. სპორტული კომენტატორობა არ გინდა. ბიჭო, რა თქმა არ გინდა კაცო. არა, გინდა. просто დაუფასებელი პროფესიაა რა. ძალიან. და ისა არ შეხედო ისე რომ მარტო სპორტული კომენტატორი ხარ, სხვა რაღაცებიც აკეთე. აი არხი გააკეთე მაგალითად. ხო, იმიტომ ჭამა ხო გინდა ხა. სხვა რაღაცებს უნდა აკეთო, მარტო სპორტული კომენტატორები შევა არჩევნის გაკეთება გიწევდეს რა. შეიძლება აპარატის გატეხვა მოგიწიოს იმაში. სპეცების აპარატის დრობოქსში და დაფიქრე რა ეს რა გავაკეთო რა. ცოტა overrated-აა საჭმელი რა და აი მაგითო დღეს მოდი არ შევჭამ და საჭმელგე ჭამა вообще. ჭამა ზოგადად overrated-აა და დღეს არ შევჭამ და ხვალ შევჭამ რა და დღეს რაღაცა შემოვინახავ ამ ფულს რომ წავიდე. არა, თავისი იმიტომ მაგალითად შევახსენებ თუ ერთი პერიოდი ბიჭი ივანიშვილი მინუსებში მუშაობდა. არა, თავისი ასაკი და ფულს რეპორტაჟები წაეყვანა. ხო და ნახე თავისი რაღაცა ასაკი ხო გიღირსო ფული გადაიხადო პროფესიონალ თვითგამვითარებაში მე დავარქოთ ხო? მაგრამ როდესაც სახლში მიდიხარ და ორი შვილი გელოდება და ცოლი და დედა და ასე შემდეგ და რო კითხავენ რა მოიტანო და პროფესიონალი განვითარება ორფერტყვი ტრაქში ამოგარტყამენ და გამოგაგდებენ და ამიტომ რაღაც ასაკში მისაღებია რომ კი ბატონო შემოსავალი არ ქონდა ხან არავის არ დაგვიწყია იმით რა ქვია კაი ხელფასით ხო? არც დაგიმთავრები. არც დაგიმთავრებია კაი ხელფასით ხო? აგერ სამი კომენტატორი ვართ აქ ეხლა და არც ერთი აღარ ვართ კომენტატორები, კაი ცხოვრებისგან არ არის ეგ ამპირობებული. ჯაფარას ვეუბნებოდი წაგიყვანა მეთქი ალბურთს კომენტატორად დაждდებით ხო? თან მაგდროს ბევრს ჭამდი და ამან თორე ის რომ მიწევსო მე აი ევროლიგაც ხომ მომიწევსო მეო და ევროლიგა რა პრობლემაა ევროთასი მოგიწევდა კიდევ ადრიატიკის ლიგა და ადრიატიკა ბუდუჩნოსტი არა ვერ წავიყვანო არ შემიძლიაო ვიტიბი ლიგას ხო ინტერესი ის მიმართაც არ გაქვს ადამიანს ჩემს პატივ უნდა წე საკუთარ თავსას და საზოგადოებას რომ ეხა იბა თუმცა სულ ეგრე არ ხდება ხო ისე რა თქმა უნდა არა მე პირადად აი ბუნდესლიგაზე და ეგეთ ჩემპიონატებზე რა დაждდომისგან ეგეთი ჩემპიონატი რა არის რასაც ვერ ვიცნობ არა რასაც არ ვიცნობ რა ისე ბუნდესლიგა მე აი ბუნდესლიგა არ გაერთობი მე გავერთობ მაგრამ ხე ბუნდესლიგის მაყურებელს ვერ ვაკადრებ საკუთარ თავს იმიტომ რომ აგаш მართალია აი იმ ტიპმა რომელმაც გამოიარა 90-იანამდე ბუნდესლიგას უყურებს 2000-იანებიდან რა მნიშვნელობა აქვს ანუ 5 წელიც რო უყურებს და ყველაფერი იცის რა შალკეში ბურგს მიულერი რო ახსოვს ხო აი მე რო ზივარ გროს მიულერი მე რო ზივარ და თამაში რომ მიმყავს არ არის კორექტული ჩემი აზრით ანუ რაღაცა ემოცია უნდა მომყობოდეს მეც ისეთი ინსაიდი რაც იმასაც გაუსწორდება რა მე მქონდა ისა შემოთავაზება ხელბურთზე რომ დამждარიყავი მეც მქონდა ეგ ხო და რო შემოთავაზეს გენიალური დიალოგი ქონდა ხო რომ მე ხელბურთი არ ვიცი თქო ესენი ხო რას ამბობ მაიკ ეგეთი საუბარი გარდა სალუკვადის გარდა ყველას მე მოუწია სწავლა ნუ შათირას არ ვთვლი ხა შათირას ხელბურთი იცოდა შათირა იყო ჩემპიონატის ბომბარდირი ხო შათირა თამაშობდა ხელბურთს ლევანი თამაშობდა ან შენ აღარ დავიცოდა ვინც მე კომენტატორი გაიჩნდა ხელბურთს ვერ მიიღო ხო იცი ძირითადად ვინ იყო ხოჯავა და კაკაბა ბიჭო ხო და აფსონალი ფულის პონჩი მესმის რა რომ დაждდე და ბევრი რეპორტაჟი გამოგივიდეს და არა ხო მეც უარი ვთქვი მაგ მიზეზით რომ მეთქი ნუ მე სამი რეპორტაჟი წავიყვანე სახელბურთო აფრო შენ ბიჭო ყველა პროფკას მოგებული ხო და იმაზე იმას ის არის ხელბურთი მიყავდა ხო ხელბურთი მიყავდა შენ სამი რეპორტაჟი წავიყვანე ფეხბურთი მიყავდა არ არის ვაზარი თუ რაღაცაზე შენ უზიხარ გვერდზე იმას რა ქვია ხო ეგრე ალექსის რაგბი ხო წაგიყვანია რაგბი როგორ ფეხბურთი მიყავდა და ეს ყველაფერი ჩავსა ფეხბურთში ყველაზე კარგი არისო კიდე რა გეცაყვანელი ბალახის ჰოკეი ეგ სადგან ხალხთა ბალახის ჰოკეი რომ მოვედი პირველი რეპორტაჟები იყო და სულზე იყო რაც არის ცალ და ხო შეგიძლია შეხვიდეო და არა ვაკვე არის ეხა გაგიფხელ საიდუმლოს ეგ არ არსებობს ეგ რეპორტაჟი რომ ახლები რომ მოდიან მაგაზე ვაგდებთ ხოლმე რომ ხალხთა ბალახის ჰოკეი წაიყვანენ და აღარ გასულა ეგ ხალხთა ბალახის ჰოკეი იყო კიდე რა იყო ისეთი ანუ შვიდკაცა რა ნუ რა გრაფში გაჩვენეს ხა პლაჟის ფეხბურთი და ისა გავიგე პლაჟის ფეხბურთი მეწამიყვანია მეც წამიყვანია მე შემიყვავდა პლაჟის ფეხბურთი ხო ეგ რატო არ მახსოვს როდის იყო რაღაც ტურნირი ვიყო ვიღაცები ჰაერში აგდებდნენ
მე განსხვავებული სპორტები ფეხბურთის გარდა კალათბურთის. ეხლა კალათბურთიც ბოლოს იმიტომ დავთანხმდი, იმიტომ მივყავდა რომ ერთიო ძალიან მთხოვა პაადა. კულას ბაუმ იმ შრეკის კატისტვალებით თხოვა და მე იყო გარდა მაგისა მეორე მიზეზი ის იყო რომ მიხოთ იმის რომ არ ვიცოდი და კომპეტენცია არ მქონდა. უკვე იმდან ცნობილი ვიყავი. უკვე იმდან ცნობილი ვიყავი. უკვე ბრენდი იყო. შემეძლო თავისის უფლება მიმეცა რომ ყლეობებ მებაზრა იმიტომ ყველა მის არა ნახე შენი სროლა ნანახი ქონდათ მაგრამ სამქულიას რო ისვრე არა ნახე მაგ ადამიანს კალათბურთი არ უნდა მიყავდეს ხო და მაგაშია საქმე რა რომ სილკის მაყურებლისთვის ეხა სილკის მაყურებელმა ყველა მიცოდა ვინ ვიყავი თითქმის ყველა ну მithumet NBA-ში უყურებდა ყველა მის იმ ტიპს არ ქონდა იმის მოლოდინი რომ ეხლა ეს ტიპი რო დაძება მაგარ რაღაცებს მეტყვის კალათბურთზე იმას ქონდა მოლოდინი იმის რომ ეს რაღაცა შეიძლება სისულელე თქვას რაღაცა იღადაოს რაღაცა ბიჭის ქონდა ეგ მოლოდინი არა მგონია ჰა ბიჭისგან შეიძლება ეგ მოლოდინი არ ქონდა კი ბატონო ავი ფუტსალი არ წამიყვანია მე მაგიტომ მივეცი თავისუფლება რომ კალათბურთები წამეყვანა რომ თამაშსა ისეს დაბალზე იყო დაწეული ისე პირდაპირ იყო ნათქვამი რომ მე ხარ აქ რომ მოვედი ბევრი რაღაც არ ვიცი პროსტა უნდა ვიღადაო რა პირაში ერთ რეპორტაჟი ხარ ეს კომედი შოუში არა ეგეც სკეჩი რა პოლიციელების რო ისო ეს ანდღულაძე და ესენი არაბიძე არიან და ესეუნება რომ ის მივიღეთო ანზურა მივიღეთო სამსახურშიო რა ვინ ანზურა მივიღეთო აი ისო ლოთიო რა შრამიან ვინ რა ანზურა მივიღეთო იქ ხარ გაქთო რა რატომ მივიღეთო ბიჭო მაინცო ყოველდღე ვიჭერთო და აგვიზისო რა და ბარი მიმუშაოსო ანუ წატოროს NBA-ის რეპორტაჟები მიყავდა ეგ ისტორია გამახსნემდო რომ ეს ღამე იჯდა იქ არ იძინებდა ღამე იმაში რა ქვია NBA-ის კომენტატორები რომ გამოდიოდ ეს ისეც იქ იყო და იპოვეს იოლი გამოსავალი რომ მოდი ტატო შენ მაინც არ გძინავს წურავდა რა ხო წურავდა შედი და მე შევიდი ბიჭო ჰოკეი ხო წაგიყვანე არა ჰოკეი კიდე ჰოკეი ხო ბაზარია ჰოკეი მოტო ხო მოტოს მიყვა შენს კაი ნახე ჰოკეი არა ნახე ეგ ბიჭო ყველაფერი კეთდებოდა მუღამისთვის ჰოკეის მუღამი მქონდა და ჰოკეი იყო პირიქით ჰოკეის თემა იყო კალათბურთი ვერმა იცის კი კაი იყო კალათბურთი ვერმა იცის და რო მაგიტო კალათბურთი დავჯექი ყველაზე ბოლოს აქეთკენ უკვე და ჰოკეის როცა დავჯექი ჰოკეი იცის რაღაცა ხუთმა კაცმა ამ ქვეყანაში წესიერად და იქიდან 4 რეპორტაჟებზე იყო იქ ერთი შეიძლება უყურებდა სახლიდან და იმისთვის არა უშავს რაღაცა პლეოფს თუ ვითხოვდი რაც მithქვამს იასნია და ჰოკეიმ გაასწორა მოტო კიდევ უფრო ცოტა ადამიანმა იცის ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო ცოტა იცოდა კიდევ უფრო ცოტა მიცოდა სანამ რეპორტაჟებს დავიწყებდით და მოტოში გავერკვია საკაიფოდ და მოტო დაემთხვა თან პანდემიას და პანდემიის პერიოდში მე ჩვენ კლასიკები მიყავდა ფეხბურთში მოტოში მიყავდა მოტო კლასიკები და ძველებს უყურე რა გონგებს და მან კიდევ უფრო კარგად გავერკვია მოტოში და სხვადასხვა ეს მე ვასწრებ უნდა თქვა კიდევ ერთხელ ახლა მოტო ვახსენეთ კი მაგ ნათქვა მეც მაგრამ აი ეს ცნობილი მომენტი როა ცნობილი ეხლა შორტების პერიოდში ძალიან ხშირად არის ხოლმე ეგ ვიდეო შემხედრია ბერჯერ ეს მადონას like a prayer გადაკეთებული ვერსია რომ მიდის ფონზე და მოტოციკლეტი რო გამოფრინდება და ორი მოტოციკლეტი ვალენტინო როსი რო ერთს და მეორეს რო ჩაუქროლებს ეს ერთი მოტოციკლეტი აქედან რო ჩაუქროლებს მე მეორე რო ჩაუქროლებს ეგ მიმყავდა აი ეგ რბოლა ლაივში მიმყავდა და ძალიან კაი იყო რო აი ეგ მაგ ლაივში საყვანილი უნდა თქვას ახლა სხვათა შორის მოპედს ხვიდე ანუ ჯო ხო და კიდე სხვათა შორის კიდე წაყვანილი მაგ ჩემპიონთა რბოლა ეგ ვაფშე დასაწყისში ოღონდ თქვენი CV არ გვაინტერესებს მე და თვალია წაყვანილი გვაქვს ჩემპიონთა რბოლა რომელიც იყო აღარ ტარდება მე მგონი რომელიც იყო საკაიფო შეჯიბრი წლის ბოლოს სხვადასხვა აუტო და მე მგონი მოტოც იყო დისციპლინაში ჩემპიონები ერთად იკრიბებოდნენ პარიზში ბერსის დარბაზში და იკეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ვიღაცა ხდებოდა ჩემპიონი ჩემპიონებს შორის რაღაცა რალისტი და ფორმულა და მიხაილ შუმახერის რბოლა მაქვს წაყვანილი მან მე მგონი სებასტიან ლოების წინააღმდეგ მე მგონი ბიჭო ლუკა ხოჯავა მომატყუა ერთხელ თემქაზეო ანუ შენო სახთან თან ახლოს არისო და ოფროუდის ის არისო რა ჩემპიონატიო და გეხოცებიო რა აი მეო ისეთ ხალხთან ვიყავი შეპირებული ვერ მივიდივარ და იქნებ რამენერად მოახერხო და დამოზღვიო რაღაცა კაი წავედი მაქსიმუმ გაგრძელდა საათნახევარიო რა 5 საათნახევარი ვიჯექი რაღაცა კაროჩე აი მარშრუტში რა ორშაბათობაში როგორც მოხსნებების ეს რაღაცა ერთი ისეთი ეპიზოდი იყო კიდევ კაი გადარჩა ის ტიპის სიგულს ეს მანქანა გადაუტრიალდათ და ვერ ამოყავდათ რა შენ გეუბნა ტრუკი იყო აუ პროსტო უყურებ ამ რაღაცას და წყალბურთი ჰოკეი ერთხელ შპენგლერის თასს წავიყვანეთ 31 დეკემბერს
შპენგლერის თასი ერქვა ხო თუ რაღაცა ეგეთი. რაღაც კლუბების ტურნირი რო იყო ხოლმე. ახალ წელს იყო სულ და ჰოკეიში, ხო? ჰოკეიში. ლეობას. 31 დეკემბერს დილის 9 საათზე ერთი რეპორტაჟი ხო რეალაივი და მეორე მოდი შეჩემე შპენგლერის თასი. მე დავალებე თავი რა შპენგლერის თასი და ვარ მეთქი შპენგლერის თასი და მე ჩავხედე ბიჭო და რაღაც 4 კუნდიანი ტურნირია, ხო როგორ ტურნირია იცი? ლუგანო ავსტრიის ნაკრები კვიპროსის 20 წლამდელები და ბოკა ხუნიორსი. აი ეგეთი 4 გუნდი თამაშობდა ჰოკეიში შეჩემა. როგორი აჯამსანდალი იყო, იცი? ვაფშე ვერ გაიგებდი ესენ ერთმანეთს რატო ეთამაშებიანო. და ეს 4 გუნდი თამაშობდა და 31 დეკემბერს. მოდი წაიყვანე შეჩემა და მე ბელგიაზე გეუბნებოდი რა დღეში ხარ და თურმე? არა. თურმე ხალხს არ ძოძეში გავიგე. ვიყავ. კაუნტერი მაქვს წაყვანილი ბაზარი არა. კაუნტერი მაქვს წაყვანილი ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის ხო, აღარ დევს. ფინალის პირველი მეპი. არ ვიცი. იმიტომ რომ იმდენი ხანი გაიწელა, რაღაც პრობლემები შეიქმნა რა, კომპიუტერი ვერ გაუმართეს ერთ-ერთი გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს და კავშირი იმდენი ხანი გაიწელა, რომ დავიბრიდე კინაღამ და მეთქი შანსი არ არის. პირველ თან მე პულსს არ ვიღებდი არაფერს ვაფშე. როგორც მახსოვს. მეთქი პირველი მაპის მერე. პირველი მაპი ინფერნო მიმყავდა არ მახსოვს ნამდვილად როგორ მორჩა, მაგრამ კაი იყო. კაუნტერი წაყვანამაც გაასწორა. ცოტა სხვანაირი იყო, რაც მე მიჩვეული ვიყავ იმისგან. ანუ რასაც უყურებ ხოლმე. იმისგან განსხვავებული იყო. სხვათა შორის ძალიან მალე ბუდაპეშტში მეიჯორი დაიწყება კაუნტერის. მეორე მეიჯორი წელს, მეორე და უკანასკნელი მეიჯორი წელს. ამოწურა თავი იმან. მაგას ანგოლას საავადმყოფო ხო არ იმეშვება უმას პრეზიდენტს. არა, ბუდაპეშტი. ორბანი. კიდევ 3 დონაციები დონაცია. წავიკითხოთ, რაც გამოვტოვეთ და დავამთავროთ უკვე გადაცემა, იმიტომ რომ ჯონი სინსის ტურნირი არა, ჯონი სინსის ტურნირში განკანაო მონაწილე. კონკრეტა. ჩვენი ნაკრებისო.